აიჭირება? წოდნე. დიახ. ქუჩის ფოტოგრაფი ხარ, ხა? კი, შეიძლება. რუსთავი 2023 წელს. ჩვენი 4-ია. ეს 90 წლის მერე გადავიღოთ კინო. 90 წლის მერე ვიც გადავრჩებით იმან გადაიღოს. ისმინე. შენ რუსთაველი ხარ, ხო? დიახ. რა მომწონს ყველაზე მეტად რუსთავში? ანუ ეს პატარა ქალაქი არის, მეგროვის ქალაქი და ხალხი ერთმანეთს იცნობს და ბედნიერი ვარ ვაცხოვრებ. მეტა რამდენი ხანი იცოს ხმობ. კარგი. და დაბადებიდან შენ აქ დაიბადე, ხო? სამწუხაროდია. როგორც ხედავთ, ეხლა რუსთავის ქუჩებში მივდივართ და შენი აზრით რა თვისებები უნდა ქონდეს სასახელო რუსთაველს? სიყვარული პირველ რიგში ქალაქის მიმართ. მაგალითად, მე აქ მოძრაობ, ძალიან არ მომწონს აქაურობა, მაგრამ მაინც მიხარია, რომ დღეს ასეთ ინტერვიუზე თქვენთან ერთად ვარ. რომ არა რუსთავი რომე ქალაქს არჩევდით საცხოვრებლად? ან შემოთავაზება მქონდა ვერტუჭარიდანაც. როდესაც ბარსელონაში მივიწვია სათამაშოდ, ეს იყო რომ წამოდი მქონდა ამ პერიოდში და ამიტომაც უარი უთხარი მესის ამ კონტრაქტში. ოთი დაინძრა ბრატ, შენი ბორბალი იშვებს. აუ, იშვებს არ გაჩერდება. იშვებ მესში რომელია? რუსთავი, შენებლობის ქალაქი. ამას რა გონია, ჩემი არმიტი? რუსთავი, შენებლობის ქალაქი. შენი საყვარელი ადგილი რუსთავში, სადაც გიყვარს დროის გატარება? გიმნაზიასთან სხვათა შორის. ამის დედა და მომგონი მომდა. აუ, ნაიჩები ამოვადრო ჩემი ტრაქში გამიკეთა. აუ, იო, იმას გონია. ანუ სახელი და გვარი? ტატოჯი ხოშვი, გიორგი ოთიაშვილი. გიორგი ბარაბაძე. საცხოვრობ გიორგი. მაინტერესებს რას ფიქრობ რუსთავზე? რუსთავი მეგობრობის სიყვარულის ქალაქი და ძალიან ლამაზია, ყოველდღე განსხვავებულია და ყოველდღე შეიძლება ახალი განვითარება მისცეს შენ ცხოვრებასთან. რას გვეტყვით? რა მოგწონთ რუსთავში ყველაზე მეტად? ხალხი. ჯუმაქანი. ტატო. Yes. ერთი თვისება, რომელიც გამოგაჩვენებს სხვა რუსთაველებისგან. დიდი ერთგული. და ბოლოს ტრადიციული კითხვა. რას დაუტოვებდი მომავალ რუსთაველებს? ანუ მე რომ მოვხდები და რა მინდა დარჩე? არა, ეხლა. მე მინდა რუსთაველებს დაუტოვო. რუსთავი. თავარი ამ ქვეყანაზე ძმაკაცები და მეგობრებია. მიდი კითხე, შენ კითხე. მიდი შეკითხე, ხო მაგე? მეკითხე. გაი. აქვს თუ არა აზრის